მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა ჩვენის მომარი ხარ. ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ, ლარის კურსი გამხდა. რას უკავშირდება ეს პროცესი და შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია ქვეყანაში? ბატონო, ზოგადად რომ განვიხილოთ ეს საკითხი, ანუ ორ ძირითად თემას შევეხებთ. ერთი არის ტენდენციები როგორია ეკონომიკაში და პერსპექტივა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოგეხსენება დააწესა ტარიფები პრაქტიკულად ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან და არა მხოლოდ და მისი ზეგავლენა თავის მხრივ როგორ იქნება თქვა, იმიტომ რომ ჩინეთთან ეს ტარიფები არ შეუნდელებია έτσι ვთქვათ. ზოგადად ბუნებრივია რომ გლობალური ეკონომიკაში დიდი ცვლილებები ხდება ის ზოგ ქვეყანაში უფრო სწრაფად, ზოგ ქვეყანაში შედარებით ნელა, მაინც ყოფს თავის ასახვაში. ბუნებრივია თუ ეს გამოიწვევს ეკონომიკის გლობალურ შენელებას, სხვა ქვეყნებშიც ეს შენელება განხორციელდება. კერძოდ, როცა თავიდან დააწესეს ეს ტარიფები, მოგეხსენებათ საკმაოდ მაღალი ტარიფები იყო, მაგალითად, ცალკეულ ქვეყნებზე 36% იყო, მე ჩინეთს ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, გულისხმობ სხვა ქვეყნებს 25% მაგალითად, საკმაოდ მაღალი ტარიფია, უნდა გითხრათ, იგივე 36% საერთოდ მაღალია. მქონდა ძალიან მყისიერი რეაქცია საფონდო ბაზრებზე, ინდექსები დაეცა მოგეხსენებათ და იყო გარკვეული შიში და მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკა შევიდოდა ღრმა რეცესიაში. ანუ ეს გამოიწვევდა მიწოდების და მოთხოვნით ჯაჭვების თავისებურ შენელებას, ანუ ვაჭრობის შემცირებას. მაგრამ შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა ფაქტურად შეიცვალა, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, ანუ დაკორექტირდა და იგივე მაგალითად სახელმწიფო მდივანმა რუბიოს გულისხმობ ევროკავშირს მოუწოდა, რომ თუ ევროკავშირი გაანულებდა ტარიფებს ამერიკის შეერთებული შტატების პროდუქციაზე, ანალოგიურად ამერიკამ მზად იყო იგივე ნაბიჯი გადაედგა. ანუ აქ თემა რაზე არის? ეხლა ეს პოლიტიკას ბევრი ეკონომისტი აკრიტიკებს, სხვათა შორის მათ შორის ცნობილი ტრამპის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რა უდევს საფუძვლად ეხლა, თუნდაც არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება. რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებს კრიზისამდე მე გულისხმობ COVID პანდემიურ გლობალურ შოკამდე დეფიციტი ჰქონდა $9 ტრილიონი. აი დღეისათვის მაგალითად მე გულისხმობ შარჩანდელი წლის ბოლოს მისი დეფიციტი იყო უკვე ტრილიონზე მაღალი. ან ფაქტობრივად გაორმაგდა ის დეფიციტი და მიზანი იყო ის, რომ თუ სხვა ქვეყნებს ამერიკულ პროდუქციაზე, მათ შორის ევროკავშირის იგივე ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, კანადასაც სხვათა შორის, რომელიც ძირითადად სავაჭრო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ჰქონდათ სხვადასხვა ტარიფები დაწესებული 10, 15, 20%, 25% და მაღალია. ამერიკას ფაქტურად ნულოვანი ტარიფი ჰქონდა ყველა ამ ქვეყნის პროდუქციაზე, რაც ბუნებრივია იწვევდა დიდ ასიმეტრიას აი ამ საგანმანათლებლო ბალანსშიც და სავაჭრო ბალანსშიც და აქედან გამომდინარე მიზანი ეს იყო, რომ მომხდარიყო, ანუ ეს ჩაითვალა როგორც არასწორი მიდგომა, ანუ ამერიკის ეკონომიკისადმი სხვა ქვეყნების მხრიდან, ანუ დისკრიმინაციული პირდაპირ თქვა. ამიტომ მიზანი იყო, რომ მომხდარიყო ამ პოლიტიკის დაკორექტირება და ჩვენ ხედავთ, ხო? შეჩერებულია 90 დღით ეს გადაწყვეტილება, პირობითად 10% დატოვა, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ რა ინფორმაციაც მოდის, გამოთქვა სრული დაიწყოს მოლაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ამ ტარიფების რიგით. ანუ აქ საუბარი რაზეა, რომ ეს პირველადი მოლოდინი, რომ იქნებოდა დიდი შოკი, რომ ეს ტარიფები დარჩენილიყო, ფაქტურად არ გამართლა. და ახლა ჩვენ მივდივართ მეორე ეტაპისკენ, დარეგულირებისკენ, ესე ვთქვათ, რომელიც ალბათ მე დარწმუნებულია, რომ გარკვეულ კონსენსუსზე მივალთ. იმიტომ რომ არავის სულელი ახლა ამერიკაში არ არის, არც იგივე ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელიც ვერ გათვლიდა იმას, თუ რა ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება ქონოდა ამ ტარიფების დაწესებას საერთაშორისო ვაჭრობაზე. ამიტომ გამოთქვათ იმედი, რომ ეს პროცესი დარეგულირდება, სხვათა შორის ეს მოლოდინი რო არის, აი სახა საფონდო ბაზრებშიც. თუ პირველ დღეებში იყო დიდი შოკი და ძალიან მაღალი ვარდნა იყო, საფონდო ინდექსებზე 7% ნახევარიც კი, და ძალიან ბევრი კომპანიის აქციების ვარდნა გამოიწვია და ზარალი ბუნებრივია პირობითად. დღეს უკვე დასტაბილურებულია, ანუ მოლოდინი არის პოზიცია. დღეს დარჩა ჩინეთი. ჩინეთთან
მიხვდით იმცა ტრამპი აცხადებს რომ მას აქვს ის პრეზიდენტთან ჩინეთის პრეზიდენტ გულისხმობს კარგი ურთიერთობა ეს ტარიფები დატოვა და საკმაოდ მაღალია თქვა ჯორი საშუალო ჩინეთმაც დააწესა ასევე ძალიან მაღალი ტარიფები ანალოგიურად ამერიკულ პროდუქტს. ეხლა ჩვენ არ ვიცით ჩინეთ ამერიკას შორის ეს ურთიერთობა როგორ დარეგულირდება. მე არ მგონია რომ დარჩეს ამ მოცემულობაში. იმიტომ რომ ორივე ქვეყანა იზარალებს, ანუ მათ ეკონომიკას პირდაპირ შეეხება, იმიტომ რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი სამეულში შედის ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორების და ჩინეთი არ არის მხოლოდ პროდუქციის გამწოვი ამერიკულ პროდუქციას გულისხმობს, მაგალითად მობილურ ტელეფონებს თუ გნება, ან ამერიკულ სხვა საქონელს. ჩინეთი არის იგივე მკვლევარი ამერიკის ტურისტული ინდუსტრიის. ძალიან დიდი ჩამოსავლები ამერიკის ტურისტული ინდუსტრიაში შედის ყოველწლიურად ჩინელი მოგზაურებისგან, საერთოდ ჩინელებს ახასიათებს ესეთი მოგზაურობები, ოჯახებით და ჯგუფებით და საკმაოდ დიდი შემოსავალი შედის ამერიკაში, არა მხოლოდ პროდუქციას არ ეხება, ამიტომ ზოგადად თუ დარჩა მოდი ნეგატიური სცენარი განვიხილოთ, რაც არ ამგონია რომ ეს მოხდეს. ბუნებრივია ეს აისახება გლობალურ ეკონომიკაზე და უკვე რამდენიმე დაანცნობილმა ეკონომისტმა გამოთქვა თვალსაზრისი, რომ ეს გლობალურ ეკონომიკას შეიყვანს რეცესიაში. აი, სხვა ქვეყნებთანაც რომ დარეგულირდეს ეს დატარიფო ომი პირობით და დაამტყა და დასრულდეს, ჩინეთ ამერიკის დაძაბულება გააკვეთილად მართლა იმოქმედებს, იმიტომ რომ როგორც ამერიკა უმსხვილესი ეკონომიკა, ისევე ჩინეთია. ეს არის ორი ყველაზე მსხვილი ეკონომიკა, რომელიც რეალურად ყვება ძალიან პატარა სხვა ეკონომიკებს, ანუ მათ სავაჭრო პარტნიორებს, ანუ კრიზისი ამერიკაში, ან ეკონომიკის შენელება და ჩინეთში ანალოგიურად ძალიან ბევრ ქვეყანაზე გადავა. მაგრამ ეს ბუნებრივია, მაინც შორეული ვარაუდებია და საქართველოს გაინტერესებს როგორ იმოქმედებს, ხო? ხო, რა თქმა უნდა, საქართველოს პირდაპირ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ იმოქმედებს, იმიტომ რომ არ ჩვენი ექსპორტი, არ ჩვენი იმპორტი არ არის, თქვა, პირველ სამეულშიც, კი იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და იგივე ჩინეთთან. ანუ ჩვენ პირდაპირ სავაჭრო პარტნიორები სხვა ქვეყნები არიან, მაგრამ გარკვეულ პერიოდში ჩვენზეც იმოქმედებს, იმიტომ რომ ეს სხვა ქვეყნებსაც შეეხება, როგორც აღნიშნე. იგივე პირდაპირ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს თურქეთს მაგალითად. აქედან გამომდინარე, ანუ ნაწილობრივ ევროკავშირს თუ შეეხება, გარკვეულწილად ევროკავშირსაც შეეხება და ესე ვთქვათ, ეს ჯაჭვი, ანუ ეს ინერცია ნეგატიური ნელ-ნელა აქაც გადმოვა. მაგრამ ეს მაინც წელს არ მოხდება, უნდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, ეს შეიძლება მომავალ წლებში თუ დარჩა ის დაძაბულება. და არ მგონია მე ალბათ აქაც გარკვეული კონსენსუსი გამოიძებნება, იმიტომ რომ ამერიკის პოზიცია არის გასაგები. მას სურს რომ დაისვას თავისი ბაზარი და მოახდინოს ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერა. იმიტომ რომ ეს ასიმეტრიული ტარიფები თუნდაც ამერიკულ პროდუქციაზე მოქმედებდა ნეგატიურად. აძვირებდა ამერიკის ექსპორტს და აიაფებდა სხვა ქვეყნების იმპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ფაქტურად ეს გაიაფებული იმპორტი აძევებდა ამერიკული ბაზრიდან ადგილობრივ პროდუქციას. ეს ცნობილი ეფექტია, რომელიც ახასიათებს ხოლმე ესეთ ასიმეტრიას. ნუ ეს არის მოკლედ შეფასება. ამიტომ ჩვენ ამ წელს შეიძლება ვიყო წყნარა და შეიძლება მომავალ წელსაც, მაგრამ არ მგონია მეთქი რომ ეს გლობალური დაპირისპირება დარჩეს. ალბათ გარკვეული კონსენსუსი მოიქცეს ჩინეთთანაც ალბათ. მით უმეტეს ჩინეთი როგორც გითხარით არის ჩინეთის სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ამერიკის სამეულშია ხო? იაპონიასთან ერთად და ევროკავშირთან. ხო, ეხლა გადავალ მე კურსებს გადავალ. ეხლა ყველას აინტერესებს რატომ ყარდება ლარი. აი ბევრი კითხვა. და ორი ფაქტორია. აი არის არასწორი შეფასებები, თალკეული ექსპერტული შეფასებები თუ გნებავთ, უფრო ოპოზიციური ალბათ, რომლებიც ამბობენ რომ ქვეყანა არის კრიზისში. უბრალოდ ციფრები ლამაზია, მაგრამ რეალურად ეკონომიკა ბუქსაობს. აღნიშნავ რომ რამდენიმე ფაქტორია, რომელსაც შეიძლება ეკონომიკის კრიზისულ ფაზაში გადასვლა გამოიწვევს. ანუ რამდენიმე ინდიკატორია, ესე ვთქვათ. პირველი არის ეკონომიკური ზრდა. თქვენ ვიცით რომ გასულ წელს ჩვენ 9.5% ქონდა ზრდა, ცოტა დაგვაკლდა ორნიშნას დამდე. და წელსაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია პირველი ორი თვის, ჩვენ მარტი არ არის გამოქვეყნებული.
ალბათ გამოქვეყნდება აპრილში ბოლოს უფრო ჩვენ გვაქვს 9%-ზე მაღალი და პირველ თვეს საერთოდ 11%-იანი ზრდა ქონდა. და არც მეორე თვეს იყო დაბალი, თებერვალში 7.9%-იანი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ანუ ზრდის ფაქტორი არის კრიზისის ერთ-ერთი ინდიკატორი. თუ ჩვენ ნახავთ რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, ჩვენ შეიძლება გვეფიქრა რომ ეკონომიკა გადადის კრიზისულ ფაზაში. მე რეცესიას არ გულისხმობ, რეცესია კიდევ უფრო სხვა ფენომენია. მინიმუმ 2 კვარტალში უნდა იყოს ვარდნა მაინც ეკონომიკის, რაც საერთოდ დღევანდელი მოცემულობით არის არათუ არასწორი შეფასება, არამედ სიურრეალისტურადაც მიუღებელი. მეორე ფაქტორი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო კრიზისის მაჩვენებელი, ეს არის სავაჭრო ბუნების მაჩვენებელი. თუ ეკონომიკური და მაღალია, სავაჭრო ბუნებაც მაღალია. ეს გულისხმობს იმას, რომ იმპორტიც მაღალია, აი როცა იმპორტი ეცემა, ერთ-ერთი ინდიკატორი არის ხოლმე, რომ შეიძლება ეკონომიკა კრიზისში შედიოდეს, რატომ? იმიტომ რომ ეს აჩვენებს, რომ მოხმარება მცირდება. ანუ გამომუშავება ვერ ახორციელებს იმპორტის გაწევას, მაგრამ იმპორტი ხო იზრდება. ექსპორტიც იზრდება და ექსპორტი რო იზრდება, უფრო მაგრა ვიდრე იმპორტი არის ზუსტად იმის მაჩვენებელი ლარი რომ მყარდება. ანუ ლარის კურსი არის ერთ-ერთი კიდე ინდიკატორი ეკონომიკა არის კრიზისში თუ არ არის კრიზისში. ლარის გამყარება ბევრი ფაქტორი ხდება, ეს არის ინვესტიციებით, ეს ხდება საერთაშორისო ვალების აღებით, მაგალითად. ეს ხდება ექსპორტის დიდი ნაკადების შემოცვლით. იგივე მომსახურების ექსპორტის ჩვენით რომ იგივე ტურისტული ინფრასტრუქტურიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საერთოდ სარეკორდო იყო წინა წლებთან შედარებით. ამიტომ ლარის გამყარებაც რა კვებავს? კვებავს რომ უფრო მეტი დოლარი ჩება ქვეყანაში ვიდრე გადის. თუ უფრო მეტი დოლარი ჩება ქვეყანაში ვიდრე გადის, ესე ნიშნავს რომ უფრო მეტ გამოიმუშავებს ქართული ეკონომიკა პროდუქციას. აი როცა ამბობენ რომ ეკონომიკა იზრდება და DGG-ს გადახდელთა ბრუნვა იზრდება, ამის მაჩვენებელია. კიდევ ერთი ინდიკატორი ეკონომიკა არის თუ არა კრიზისი არ უმუშევრობა. აი უმუშევრობა რომ მისდებოდეს ჩვენ მიტყოდით რომ შეიძლება უკვე რაღაც სიგნალი არის რომ ეკონომიკაში რაღაცა ხდება. არაფერი მსგავსი არ ხდება, უმუშევრობა არის არ მცირდება. ყველა მონაცემებით, მათ შორის სტატისტიკური მონაცემებით და აქედან გამომდინარე ცალ-ცალკად იმის თქვა რომ ეკონომიკაში რაღაცა ხდება, და გითხარით რომ არც ერთი ფაქტორი ამას არ ადასტურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენება, თუ ეროვნული მონეტარული პოლიტიკა თუ არის შერბილებული, ის ეკონომიკურ ზრდაზე აისახება პოზიტიურად. და თუ პირიქით გამკაცრებულია, ის ანელებს ეკონომიკურ ზრდას. აი ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო წლებში სავალუტო კურსის რეგულირებასთან ერთად იყო ეროვნული ბანკის ეს მონეტარული პოლიტიკა აბსოლუტურად სწორი, რომელმაც სულად მოახდინა ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა. ბევრი ეკონომისტი სხვადასხვა საკრიტიკებდა ეროვნულ ბანკს, რომ რახან მან მონეტარული განაკვეთი დაწია ეტაპობრივად, ანუ შეარბილა ეკონომიკაზე ზეგავლენა და პირიქით სტიმულება მისცა ეკონომიკის ზრდას და გამოშვებას პროდუქციის, ეს აისახებოდა მაღალ ინფლაციაში. სად არის მაღალი ინფლაცია? ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ რომ ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელში, მე გვიწყობ 3%. საერთოდ გასულ წლებში შარჩანდელი და განცანცენ 3%-ზე ნაკლებიც კი იყო 2% ცოტა მეტი იყო. ანუ ეს ინდიკატორიც აჩვენებს რომ ჩვენი ეკონომიკური ესე ვთქვათ მანქანა ამ ეტაპზე არ გამისცით რაიმე შენელებას. ხო, აი გითხარით ეს ფაქტორები როგორ აისახა მე ეს ყველაფერი სავალუტო კურსი და ამიტომაც ყარდება ლარი ბებს რო უკვისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ექსპორტი არის გაზრდილი. ინვესტიციები, რომელიც საუბრობდნენ, რომ აღარ შემოდის ქვეყანაში, რომ არის საინვესტიციო შიმშილი, შეყომ ნახეთ, რომ გასული წლის ბოლოს მე-4 კვარტალში საერთოდ წინა პერიოდთან შედარებით 24% იყო ინვესტიციები გაზრდილი. ანუ ეს არგუმენტიც გაბათილდა, რომ ინვესტიციები ქვეყანა, ნუ არგუმენტად იყო პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და ამ პოლიტიკური დაძაბულების ზეგავლენა მაგალითად ეკონომიკაზე. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, მიტინგები და გამოსვლები ყველგან ხდება, მithumetes დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ ყოველ დღეს რო იკეთებოდეს რუსთაველი, თქვათ 3-4 საათი ღამე,
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არანაირი ზეგავლენას ეკონომიკაზე ეს არ აქვს. აი, უფრო მასიური გამოცვლებიც კი, რომელიც საკუთარ ქვეყნებში იყო, ხო? ბოლო პერიოდში, აი პოლონეთში მაგალითად. გადაკეთებული იყო საერთო ტრასები, არ მოუხდენია რაიმე სერიოზული ზეგავლენა ეკონომიკაზე. ეგრე მარტივი არ არის, რომ რაღაცა გამოსვლება პირდაპირ მოქმედებს, თუ ეს არ არის, ესე ვთქვათ, ტოტალური გაფიცვები და ტოტალური გაფიცვები მე არ მგონია სხვაგან მოხდეს და მით უმეტეს საქართველოში არანაირი წინაპირობა არ არის იმისა, რომ აქ ტოტალური გაფიცვა. იყო მცდელობა მოგეხსენებათ პროტესტანტების მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან, რომ პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გადაეყვანათ გაფიცვის რეჟიმში. მიზანი ეს იყო, აი გაფიცვა რომ მოხდება და მოხდება ესეთი დაპაუზება ბიზნესის. ის აისახება ნეგატიურად ეკონომიკაზე. მაგრამ ამის მსგავსი არ არის. ამიტომ რო შევაჯამოთ ახლა, რაც თქვენ გაინტერესებს. გლობალური შოკი არ ამგონია მოხდეს, მიუხედავად იმისა, ცალკეული ეკონომისტები აქეთ იხრებიან, იმიტომ რომ ამერიკის პოლიტიკა ჩვენ ნახეთ, არის უფრო მოქნილი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. რომ ტრამპი არის მაგალითად უფრო ხისტი პოლიტიკის პირიქით ჩვენ ნახეთ, ხო? როგორი ლავირებენ ეს სტრატეგიები ამერიკაში. მეორე რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს მეთქი ჩინეთთან დაძაბულობა, ის აისახება გლობალურ ბაზრებზე, მაგრამ ყისერად არ აისახება საქართველოსზე და ასე რომ შეიძლება წყნარად ვიყოთ, იმიტომ რომ ეს დაძაბულობა ვერ გაგრძელდება დიდი ხანი უნდა ითქვას. ერთ-ერთი გლობალური არანაკლები ფაქტორი, რომელიც დამოქმედებს ზოგადად საერთაშორისო ვაჭრობაზე და პოლიტიკაზე, ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც კვლავ გაუკვეველია ამ წელს დასრულდება თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ არის მოლაპარაკებები, მაგრამ ზოგი დამაიმედებელი, ზოგი ნაკლებ დამაიმედებელი, ეს ომი გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ამ ომის ზეგავლენა საქართველოში ჩვენ ნახეთ, რომ ნეგატიური ნაკლებად იყო. რომ ჩვენ ეკონომიკა მაინც გადაეწყო, ესე ვთქვათ, სხვა მიმართულებით, ანუ ჩვენი ეკონომიკა უფრო დივერსიფიცირებულია დღეს, ვიდრე იყო თუნდაც 2019 წელს. ეს რო არ იყოს დივერსიფიცირებული, ჩვენ ესეთი მაღალი დას ვერ შევინარჩუნებდით. ამიტომ მოწადრება რომ ამ მაღალ დას ხელი შეუწყო, ვთქვათ, რუსეთიდან კაპიტალის, ადამიანური კაპიტალის გულისხმობ პირველში შემოსვლა, ესეც არის გადაჭარბებული პირველ წელს იყო ამის ეფექტი, როცა ბევრი რუსეთს გამოვიდნენ ქვეყნიდან მაღალ ტექნოლოგიურ სპეციალისტებს გულისხმობ, IT-შნიკებს და ეწოდებათ, რომელიც გახსნეს გარკვეული ფირმები და გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ახლა მეოთხე წელია ხო ამ ომის 2000 რომელ წელს დაიწყო 23-ში დაიწყო 23, 24, 25, მესამე წელი არის უკვე მიდის და ჯერჯერობით არაფერი უკვე გავლილია ამ ეფექტის ზეგავლენა. ანუ ეკონომიკა არის უფრო დივერსიფიცირებული და ფაქტორები, რომელიც ზეგავლენას ახდენს, გითხარით, არის გადაწყობა ეკონომიკის და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ძალიან სწორი, მე რომ მკითხოთ, ამ სიტუაციაში, რომელსაც არ გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო იმის რისკები, რომ ინფლაცია გაიზრდებოდა, მონეტარული განაკვეთა ხელი შეუწყო ეკონომიკისთვის ზრდის ფაქტორის გაძლიერება. ბატონო გიორგი, ლარის კურსთან დაკავშირებით კითხავთ კიდევ ერთხელ, როგორჩინეთს ჩნდება თუ არა ქვეყანაში გამყარების ტენდენცია? და შეიძლება? ხო, ეხლა ტენდენცია როგორია? ჩვენ წინა წლებიც რომ ნახოთ. ეხლა მოდის ზაფხული, ხო? ფაქტიურად მაისში უკვე ზაფხულია. კლიმატურმა ცვლილება მაგაც იქონია ზეგავლენა. ანუ ყველაზე პოზიტიური, ესე ვთქვათ, ტურისტული ინდუსტრიისთვის. ტურისტები ახლა ბლომად არიან, თქვენ გაივლით თბილისის ქუჩებში. აი ეს ბუნებრივია, არის პოზიტიური ლარისთვის, იმიტომ რომ მეტი ვალუტა შემოვა. უფრო მეცად გეტყვით, ამ პერიოდში თუნდაც შარშან, ან შარშანტინად კრიზისის შემდგომ. არადროს არ ყოფილა ლარის რყევა, ეცადი შარშან იყო აპრილში, აპრილ-მაისში. ეს გამოწვეული იყო ნეგატიური მოლოდინების შექმნით და არაეკონომიკური ფაქტორებით. აი, როცა მიტინგები დაიწყო და ხდებოდა ეს პროტესტის აგორება, ესე ვთქვათ, აი მაშინ იქონია ზეგავლენა, იმიტომ რომ ეკონომიკური ფაქტორები კი არ გაუარესებულა მაშინაც.
უბრალოდ მოლოდინები შეიქმნა, რომ შეიძლება ქვეყანაში რაღაც სიტუაცია არეულიყო. არ იყო მეგეთი მოლოდინი და ადამიანები და იგივე კომპანიები რაც ახდენენ, იზღვევენ. ამან და ახდენენ დოლარის შეჭიდვას წინასწარ, რომელიც არ ჭირდებოდით. ამან გამოიწვია ისა. ისევე როგორც შემოდგომაზე არჩევნების შემდგომ და წინა პერიოდში. ყველაზე დიდი ვალუტა როდის გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, როცა ბაზარზე გამოვიდა, აი ამ აჟიოტაჟის ჩასაცხრებად. შემოდგომაზე არ იყო და 500 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი რომ გაყიდვა რომ მოხდა. ეს რამ გამოიწვია ამ აჟიოტაჟმა, რომელიც ამ პროცესებმა შექმნა. თორე ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არც მაშინ არ იყო შეცვლილი. არ დღეს არ არის შეცვლილი და პირიქით ზაფხულში ყოველთვის ლარი მყარდება ხოლმე. და კიდევ ჩვენ ველოდოთ იგივე პროცესს. უფრო მეტად ვეთქვი, როცა საუბარია რომ ეროვნულმა ბანკმა დახარჯა საერთაშორისო რეზერვები და ის კრიტიკულ მინიმუმზე დავიდა. და მეორე ფაქტორზე ხდება ხაზგასმა რომ ამ წელს ჩვენ საგარეო ვალების მომსახურება გვიწევს დაახლოებით 800 მილიონზე მეტი, ეს კიდევ უფრო შეამცირებს რეზერვებს, არ არის სწორად. რა თქმა უნდა, საგარეო ვალების მომსახურება რეზერვებს ამცირებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეუძლია თუნდაც დღევანდელ მაკროეკონომიკურ პირობებში ლარის, ესე იგი დოლარის ამოღება ბაზრიდან. ანუ ხო, ლარის ფასი ესე თქვათ, დღეს არის სტაბილური და ძალიან გამყარებული ვალი არ ვარგა, ლარი გინდა გითხრათ პირდაპირ მოქმედებს ჩვენ ექსპორტზე და ეროვნული ბანკი ალბათ ინტერვენციებს მოახდენს, არის დადებითი და ნორმალური პროცესი, ესეც ხდება ხოლმე რეზერვები ესე ივსება. როცა მაკროეკონომიკური სიტუაცია სტაბილურია და ვალუტა უფრო მეტი შემოდის ქვეყანაში ვიდრე გადის, რაც პირდაპირ ლარზე მოქმედებს, ამას ქვია ეფექტური გაცვლითი კურსის ფაქტორია, ეროვნული ბანკი შეუძლია იმოქმედოს ამ პრინციპით, ეფექტური გაცვლითი კურსი რა არის? ძირითადად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაცვლითი კურსი ვაჭრობის, ხო? რომ ჩვენი ექსპორტის, ესე ვთქვათ, ხარდაჭერა მოხდეს. ამიტომ ამ დროს ხდება ხოლმე ინტერვენცია და პირიქით დოლარის ამოღება. ამას უფრო ველოდები მე ვიდრე ლარის გაუფასურებას და აქეთ ამ გაუფასურებისთვის ინტერვენციების ბაზარზე ეროვნული ბანკის მხრიდან. აი ეს არის ჩვენი ფაქტორი. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც შეიძლება შევაფასოთ. ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივა, განვითარების პერსპექტივა მინდევარ წელს არის წინასწარი პროგნოზები ეკონომიკურ ზრდაზე. ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიყვანო აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, რომ ეკონომიკა გაიზრდება 6%-ით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მსგავსი პროგნოზები წინა წლებშიც იყო, მაგრამ მეცეთი მაღალი არ ყოფილა. წლის დასაწყისში იყო ხოლმე 4-4.5, 5.5%-ის ზრდის და იგივე შარშან მაგალითად არა მხოლოდ აზიის განვითარების ბანკის, არამედ სავალუტო ფონდის, იგივე მსოფლიო ბანკის და შემდეგ ეკონომიკა ჩვენ ნახეთ, რომ საკმაოდ მაღლა, გაცილებით მაღლა მაჩვენებელზე ადიოდა. თითქმის ორნიშნავს ნამდვილია, არა თუ 5.5%. ამიტომ 6% წინასწარი პროგნოზი. არის ნიშანი იმისა, რომ წელსაც უნდა ველოდოთ ეკონომიკის მაგალითად. ყოველ შემთხვევაში მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე იქნება. აი ამის თქმა შემიძლია, იმიტომ რომ ესეთი წინა პროგნოზი წინა წლებში არ იყო და არც არანაირი სხვა ფაქტორი ამ წუთში, თუნდაც საერთაშორისო არ არის, რომელსაც შეიძლება ეკონომიკის ზრდაზე იქონიოს ნეგატიური ზეგავლენა. იმ ფაქტორები და რაზეც წაგან ვისაუბრეთ.